რა გინდა ბედო რას მიმზადებ სად გამოჭედე ან როდის გამოჩირკნე ორპირიანი სასწორი ან რატომ ახლა რა უფრო ჭკვიანი და დაღვინებული გგონი ვარ რა გეგონა შუა ასაკს სხვა გონება და მორალი მართავდა და ერთი ამოსუნთქვით გავაწონასწორებდი პინებს არა ბატონო არა და გავიწყდა რომ ამ ასაკში ადამიანებს ხშირად გულის ფრიალი ხელის კანკალი და ჩუმი ფიქრები აწუხებთ ის ფიქრები ოცნებები მთელი ცხოვრება რომ ეძებენ და ვერსად მიაგნეს როგორ შეიძლება მათი ახდენა ვინ მოიგონა თითქოს ერთხელ მაინცო სულ ტყუილია ეს ყველაფერი ეს შენ გგონია რომ შენ წყვეთ ყველაფერს ალბათ ფიქრობ რომ გაიმარჯვე რომ ეს დაბადებიდან იყო გაწერილი და ვერსად გავექცეოდი შენ მიგაჩნია თავი ყოვლის მყრობელად ახლა ალბათ ირონიულად იღიმი და იქედნურად ფიქრობ მე ვარ ბედი მუხთალი და შენ ჩემი წერა ხარ ეს მე დავწერე შენი წიგნი და სწორედ ეს დრო და ეს ასაკი ჩავწერე იქ ტყუილად გიხარია გეფიცები ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია შენ გგონია მე ამაზე არ მაქვს ნაფიქრი იმდენჯერ მიფრენია ოცნებებში ცოცხლად შემიგრძვნია და გადამიტანია ის რაც არ იყო და მინდოდა ყოფილიყო დიახ ასე უშენოდ დაუწერლად დაუხმარებლად დამიჯერე შეუძლიათ ადამიანებს შენ გარეშეც გაწერონ ოცნებები შენ გარეშეც გაიკლიონ გზები ბოლოს და ბოლოს უშენოდ იცხოვრონ უშენოდ კი არა თითქმის უჩემოდაც იმდენი მიმოგზაურია და ვერასდროს წარმომედგინა ამ ოცნებაში ჩემი გამხმარი სხეული თუ ოდესმე მიაგნებდა აღთქმულ ქვეყანას და შენ რა ერთ მშვენიერ დღეს გინდა ამიხდინო ყველაფერი არა ბატონო არა დანაშაულია ეს არ შეიძლება ის ოცნება ახდეს ასე რომ გინდოდა ამდენი წელი ან თავის დროზე უნდა ახდეს ხო დროს უნდა შერჩევა შემცირებული თვითშეფასებით და ცხოვრებისადმი მუდმივი დაუკმაყოფილებლობით მკვებე ყოველდღიურ მენიუში მისხამდი ჩვეულებრივობის მიქსტურას და ახლა რატომ შეგეცოდე რატომ ნახევარ გზაზე რატომ შემაცვლევინე გეზი რატომ გადამახვევინე უკვე არჩეული ბილიკიდან გამომშრალი და გამოფიტული შეგუებული შენგან გაწერილ ჩვეულებრივობას რატომ გამიმეტე დასაკლავი ცხვარებით ისევ დავიშალე და სამყაროს ქაოსს შევუერთდი გავიფანტე მტვრის ნაწილაკება